გამარჯობათ. მე ვარ გოჩა სანადირაძე, 17 წლის. მე ცხოვრობ აქა. ეს ჩემი ძმისშვილები არიან. და რა ვიცი, მე ერთი მაქვს გამონტყოფობა, რომელიც ყველაფერს ვერ ვჭამ, რაც მე მინდა. იმიტომ რომ რაღაცა სხვა რო შევჭამო, მე შეიძლება ეგრევე სამონტყოფოში წასასვლელად გავხდი. ოდის ეგრე ხდება და რა ვიცი, ჩემი ოჯახი კიდე ვერ ახერხებს მაგ იმას, რომ მე სულ ეგრე ცილოვანი ხდება მაჭამოს. და რა ვიცი კიდე. და რა ვიცი, მე კიდე ერთი სურვილი მაქვს, რომ სახარჯოდ გქონდეს კომპიუტერი. ყველა ჩემი ოცნებაა და ჩემი ჯანმრთელობა. მე დახმარებიათ თუ არა აქამდე ჯანმრთელობის მხრიდან დაფინანსებით ან კი, დიახ, როგორ არა, აი იყვნენ გუშინ იყვნენ, რომელიც მოიტანეს და ისა, მაგრამ ერთი კიდე იყო ისა, ერთი ქალი იყო, რომელიც უნდოდა ჩვენ დახმარება, მაგრამ აღარ დაგვეხმარა. მოვიდა და მე შემპირდა, რომ ყველაფერს გავაკეთებო და რაღაცა მოგიტანა, მე წამიყვანა სადღაც იქა თებში, სადაც იქ იყვნენ ბევრი ხალხი იყვნენ, იქ იყვნენ ბიზნესმენებიც იყვნენ, ბევრი ხალხი იყო და ნავებით ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს და იმ ქალმა მითხრა, რომ შენ ერთ კვირაში გექნებო ზუსტად ნოუთბუქიო და მე იმის ვერი აღარც მოსვლა და მაცი ვარიო. და მაცი ვარიო კიდე და იმის ვერი აღარც მოსვლა და აღარც არაფერი. ჩემი ჯანმრთელობის საბუთებიც წაიღო. ყველაფერაც იყო საჭირო და მარისი ტონოგრაფიაც ჩემი ძმისშვილის. დიახ. და იმის ვერი საერთოდ აღარ გამოჩენილა ეგ ქალი. აღარც ტელეფონზე პასუხობს და აღარც არაფერი და რა ვიცი. ჩემ ოჯახს არ შეუძლია რომ მოგჩინოს ყველა, რა თქმა უნდა და რავი, მე ესეთი ოცნება მაქვს, რომ იქნებ ნოუთბუქი როგორმე კონდეს და რა ვიცი და ერთად უყურებთ ხოლმე მულტფილმებს. დიახ, და აი ჩემთვის ეს კიდე პატარა ველოსიპედი აქვს საოცნებოდ. პატარა ველოსიპედი უნდა და მე ვარ მარინა სანადირაძე. ცხოვრობ თაიმხოში, 7 სული. 2 ინვალიდი ბავშვია ოჯახში. გოჩას აქვს მძიმესი მდგომარეობა. მარიამს დეცები აქვს ცერებრალური დამბლა. არა გვაქვს არანაირი საშუალება. აბსოლუტურად რაც ჭირდება სამკურნალო ბავშვებს. იყო ქალბატონი მოსული ჩვენთან. მარტო სახელი ვიცი ელენე დამპირდა რაღაც ძალიან ბევრი რაღაცები დაგვირდა ჩვენ, მაგრამ ანგარიშიც გამიხსნა ბანკში. მაგრამ ფული რომელიც ირიცხებოდა მიქონდა უკან ის თანხები, ღობე უნდა გაგიკეთოთ, პატარა სარემონტოა, წყალი ჩამოდის, როგორც გარეწვიმს, ისე სახში წვიმს. რაღაცა ღონისძიება ჩაატარა ივნისის თვეს. ძალიან ბევრი ხალხი იყო. ერთ სიტყვით არც არაფერი გაკეთებულა, მოგვატყუა, მარიამის ტონოგრაფიაც წაიღო, რომ რაღაცას გავაკეთებ და რაღაცა თანხები გექნება. ერთ სიტყვით გამოვიდა, რომ ძალიან მაგრად მოატყუა ინვალიდ ბავშვებს.
და ფაქტიურად გამოდის ისე, რომ მაგი შოულობს ფულს ავანტყოფ ბავშვებზე. სხვა რა სახალხო სურვილი რა ვიცი ვის რა შეუძლია მე მაგალითად რისი სურვილი მაქვს რომ გოჩას ისე უნდა კომპიუტერი ან რა ქვია იმას ნოუთბუქი თუ ვინმე აქვს მაგის საშუალება რომ გოჩას მაგითი დაეხმაროს ამ ინვალიდ ბავშვებს მეუღლე მყავს ინსულტი ჰქონდა ორჯერ გადატანილი მეც არა ვარ კარგად ვერ სამუშაობ იმიტომ რომ მე თუ დღეს სახში ვარ მე ხვალე სამანტყოფოში 2-3 კვირა მიწევს გოჩასთან ერთად ვოლავ რომც იყო სამსახური მე ფიზიკურად ვერც დავწვევი ჩემნაირი მუშა არავის არ ჭირდება 1-2 დღით აი ეგ არის პრობლემა შემოსავალი სოციალურით ვცხოვრობთ იზით რა არის სოციალური ავიღებთ მაღაზიაში მისიას მე აიღებ იმ სოციალურ მე მიიტან მას დაფარავ და რჩები ისე მეტი მომავლის გზა ორგანიზაცია ძალიან მაგრად ეხმარება ჩემ ოჯახს მაქსიმალურად ეხმარება ბატონ დავით დიდი მადლობელი ვარ და მის თანამშრომლების გოჩა ზოგი მეორადი ბლოკია აგურია ქუჩაში აგური გორაზე და ერთი პაჩკა ცემენტით როგორც შეგვეძლო ავაშენეთ აღარ აქვს მასალა თუ არა ეს რომ ამეშენებინა ბოლომდე ბავშვებს გადმოვიყვანდი კაპიტალურში სიტყვოში და გაზად შემოვიყვანდი იქნებოდნენ უკეთესად რა თქმა უნდა ვიდრე სადარი ქოხშიც ძირითადი პრობლემა ცემენტი და ბლოკი არ არის მეორადი მაინც რო იყოს მაინც კი არა მეორადი უკეთესია მე მგონი ვიდრე და ახალი დღეს